გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელის სიახლეებით. კვარაცხელიას მორიგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. მოტყუებული კონტე და PSG-ს პირველი ნაბიჯი. KO-ს დუეტის დაბრუნება ახლოვდება. მამარდაშვილს ლივერპულში გზა იხსნება. ექსკლუზიური ინფორმაცია ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ვიდეოს დაწყებამდე კი თქვენთან ორი პატარა თხოვნა მაქვს. დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას, რადგან არხის მაყურებელთა 67%-ს არხი გამოწერილი არ აქვს. მადლობა მეგობარო თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სპორტინგი პროცესს აჩქარებს. ექსკლუზიური ინფორმაცია ქოჩოლაშვილის ტრანსფერზე. ლისაბონის სპორტინგის ფან-საიტის ლეონინოს ინფორმაციით, პორტუგალიური კლუბი გიორგი ქოჩოლაშვილის ტრანსფერს აჩქარებს. წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, თეთრმწვანეებისთვის ქოჩოლაშვილის ტრანსფერის განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული გახდა. სპორტინგმა ახლახან სერიოზული ტრავმის გამო დაკარგა დანიელ ბრაგანსა, რომელიც არა მარტო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, არამედ პრესეზონსაც. ამიტომ წყარო წერს, რომ პროცესი დაჩქარებულია, რომ გუნდში ახალი სეზონიდან ლევანტეს ქართველი ლეგიონერი იხილონ. აღსანიშნავია, რომ სპორტინგს ქოჩოლაშვილის ტრანსფერის გაჩარხვა 5.5 მილიონ ევროც სურს. კლუბის სტაფი კი აქტიურად მუშაობს, რათა ეს ტრანსფერი სწრაფად განახორციელონ. ამიტომ არსებობს დიდი შანსი, რომ ეს ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდეს. მამარდაშვილს ლივერპულში გზა იხსნება. რა ხდება ქართველი მეკარის თავს? გიორგი მამარდაშვილი რამდენიმე თვეში ლივერპულს შეუერთდება, სადაც საკუთარი სიძლიერის დამტკიცება არნახულად მძიმე კონკურენციის პირობებში მოუწევს. მერსესაიდული გრანდის ძირითადი მეკარის ალისონ ბეკერის კლასის შესახებ ყველამ კარგად იცის, თუმცა კელეჰერის სახით მას ასევე საკმაოდ მაღალი დონის შემცვლელი ჰყავს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ბრაზილიელ და ქართველ გოლკიპერთან კონკურენციის მოგების იმედი არ აქვს, რის გამოც მან ლივერპულის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ავტორიტეტული ინგლისური სპორტული გამოცემების ცნობით, სულ მალე კელეჰერი ნიუკასლის რიგებს შეუერთდება. ამ ყველაფრის ფონზე კი კელეჰერისთვის საკმაოდ არასასურველი შეფასება გააკეთა წარსულში ცნობილმა ინგლისელმა მეკარემ პოლ რობინსონმა, რომელმაც ამ თემაზე საუბრისას მამარდაშვილი საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხსენია. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. ნიკ პოუპი უკვე 32 წლისაა და მას კაჭკაჭებთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ არ ამგონია მის ნაცვლად კელეჰერის დამატება კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან ჭკვიანური ნაბიჯი იყოს. ნიუკასლის თავკაცი ედი ჰაუ თუ კელეჰერს პოუპზე მაღალი დონის მეკარედ მიიჩნევს, მაშინ ის ძალიან ცდება და ჩემი თუ არ შეერა ლივერპულის მწვრთნელსა და ხელმძღვანელებს კითხონ, რომელთაც სწორედ კელეჰერის არასაიმედოობის გამო გადაუხადეს ვალენსიას ამხელა თანხა გიორგი მამარდაშვილის ანაცვლოდ. ქართველი რომ ირლანდიელს ბევრ ამეში აღემატება, ამაზე საუბარი ზედმეტია, განაცხადა პოლ რობინსონმა. კვარაცხელიას მორიგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. მოტყუებული კონტე და PSG-ს პირველი ნაბიჯი. KO-ს დუეტის დაბრუნება ახლოვდება. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ PSG-სთან ერთად ტულუზას წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც პარიზელებმა 1-0 იმარჯვეს. ამ შეხვედრაში კი ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. თუმცა ქართველი ფეხბურთელი ხან სრულწლიანად იდგა, ხან მარცხენა ფლანგზე, ხანაც კი მარჯვენა ფლანგზე. ამით კი ხვიჩას შესაძლებლობები რა თქმა უნდა იკარგება და აშკარად ჩანს, რომ ქართველ ფეხბურთელს შერჯერობით ლუის ენრიკეს სქემაში სრული ადაპტაცია არ გაუვლია. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას გავლენიანი ფრანგული გამოცემა ეკიპი, რომელიც ხვიჩას სათამაშო ფორმაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელია პარიზულ გუნდში ყველა სირთულეს აცნობიერებს. მისი ჩამოსვლის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ ახალი დონი აღმოაჩინა, რაც კვარაცხელიას იმ 7 შენარჩუნებაში რა თქმა უნდა არ ეხმარება. თუმცა მან კარგად იცის, რომ სასტარტო 11-ეულში ადგილის დამკვიდრება შეუძლია და მზადაა, რომ ამისთვის ყველაფერი გაიღოს. ამიტომ რა თქმა უნდა გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ესპანელი მწვრთნელის ფილოსოფია სრულად მოერგოს. სადებიუტო მატჩში მან მშვენივრად წარმოაჩინა თავი და სადებიუტო საგოლე გადაცემაც მიითვალა. თუმცა ეს არ არის ის, რასაც მისგან ელიან და ეს თავადაც კარგად ესმის. ამიტომ ნაპოლის ყოფილ ფეხბურთელს უფრო მეტი შრომა მოუწევს, რათა ძლიერი კონკურენციის დაძლევა შეძლოს. მისი ნიჭი უდავოა, რომ უმაღლეს დონეზეა. მისი განსაკუთრებული ტექნიკისა და სწორი თამაშის წყალობით კი მან უკვე შეძლო მეტოქე გუნდის კარის ბადეების შერხევა, წერს ფრანგული გამოცემა. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი PSG საკუთარ მოედანზე ბრესტს მიიღებს. შეხვედრის წინ კი ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ესპანელმა სპეციალისტმა კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. პირველი თამაშის შემდეგ კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ ბრესტს არაერთი კამბექი შემოუთავაზებია ბოლო 2 სეზონის განმავლობაში და ამიტომ მეორე შეხვედრაში ყურადღება გვმართებს. მაღალი დონის გუნდია და განსაკუთრებით სახიფათოები გრძელი გადაცემების დროს არიან. ამიტომ ისინი ჩვენთვის მაინც სირთულეს წარმოადგენენ და შეუძლიათ რომ ხიფათი შეგვიქმნან. კამბექები ხდება და ეს ბარსას მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომელმაც დაუვიწყარით დაბრუნება შემოგთავაზა. იქნება თუ არა კვარაცხელია ძირითადში? ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ის ითამაშებს, მაგრამ ხვალ გაიგებთ სასტარტოში იქნება თუ სათადარიგოდან ჩაერთვება. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის ახლახან მოვიდა და არ არის მარტივი გუნდთან მოკლე დროში შეთამაშება. აშკარაა, რომ მას
ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მისი ქცევებით და ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ კი არსად გვეჩქარება, განაცხადა ენრიკემ. მაგრამ მიუხედავად ენრიკეს ამ განცხადებისა, არაერთი გამოცემა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ დღევანდელ შეხვედრაში კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეს მატჩი კი საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა, ხოლო ვინც ორმოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ამასთან ერთად მინდა მოგაწოდოთ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. საქმე კი კვარაცხელიას ტრანსფერს ეხება. კერძოდ საფეხბურთო ტრანსფერების ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრისიო რომანო კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერის უცნობ დეტალზე საუბრობს, რომელიც ჩვენ დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ეს არავინ იცის, მაგრამ ჟორჟე მენდეში ნაპოლისა და PSG-ს მოლაპარაკებებში ჩართული იყო. ის არ გამოჩენილა არც ფოტოში და არც სადმე სხვაგან. მენდეშს ლაურენტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მას PSG-სთან მოლაპარაკება ბევრჯერ ჰქონია. დღესდღეობით დიდი აგენტები ყოველთვის არიან შუამავლები, როცა დიდი სატრანსფერო ოპერაციები ხორციელდება, განაცხადა ფაბრისიო რომანო. ახლა კი რაც შეეხება ნაპოლის, კვარაცხელიას წასვლის შემდეგ ნაპოლის ბანაკში დიდმა გაურკვევლობამ და შიშმა დაისადგურა. კონტე კი ხვდება, რომ ის მწარედ მოატყუეს. კერძოდ ამასთან დაკავშირებით იტალიური გამოცემა კალჩიომერკატო შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. კონტემ ნენელა გააცნობიერა, რომ მისი შემცვლელის გარეშე კვარაცხელიას გაყიდვა დიდი სისულელე იყო. ლაციოსთან წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კონტეს რასპადორის შესახებ კითხეს, მიიღებდა თუ არა ის უფრო მეტ ნდობას. ანტონიომ კი მათ საუბარი გააწყვეტინა და მოულოდნელად კითხვა დაუსვა. რასპადორის ხომ არ უნდა გაუშვათ? მისი დათმობა საჭიროა? არა, უბრალოდ მხოლოდ ეს მაინტერესებდა ბიჭებო. ყველაფერი კარგად არის, ამბობს კონტე. მის სიტყვებში კი აშკარად იგრძნობოდა იმედგაცრუება, რომელიც შუა სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის კვარაცხელიას დაკარგვით არის გამოწვეული და რომლის შემცვლელიც გუნდმა არ დაიმატა. წერს იტალიური გამოცემა. რაც შეეხება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტს, სულ ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით საციხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ვიქტორ ოსიმენი რომ სეზონის ბოლოს გალათასარაის დატოვებს, ეს ახალი ამბავი არ არის. ნიგერიელი ფორვარდი თურქულ გრანტში ახლა იჯარის წესით თამაშობს და იმის მიუხედავად რომ გალათასარაის ოსიმენის შენარჩუნება სურს, ამის შანსი თითქმის არ არსებობს. ფეხბურთელი ამ დრომდე ნაპოლის საკუთრებაშია, თუმცა ნიგერიელის უკან იტალიაში დაბრუნება არ განიხილება. 26 წლის ფორვარდი ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდში დაიწყებს. სულ რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ოსიმენის აგენტებს მანჩესტერ იუნაიტედისა და PSG-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. ორივე კლუბი ახალი სეზონისთვის ახალ ფორვარდს ეძებს და როგორც ირკვევა, ნიგერიელი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. როგორც იუნაიტედმა, ისე პარიზულმა გუნდმაც ფეხბურთელს საკუთარი პროექტი წარუდგინა. უახლოეს თვეებში კი მოსალოდნელია, რომ პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ ოსიმენს ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური გუნდი ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ძალიან დიდ ხალხს ფიზიკურად ვერ მოითხოვს. ამ გადმოსახედიდან კი როგორც ჩანს, ენრიკემ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და ის ოსიმენის დამატების მომხრეა. ესპანელ სპეციალისტს კი იმედი აქვს, რომ ნიგერიელი ფორვარდის მოსვლით კვარაცხელია უფრო გაიხსნება და მათი ტანდემი პარიზელებს დაუვიწყარ სანახაობა შესთავაზებს. რეალი და მსაჯები დატოვებს თუ არა მადრიდული გრანდი ლა ლიგას. რა გეგმა აქვს რეალს 2025-26 წლების სეზონისთვის. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ, ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რეალ მადრიდი ახალი სეზონისთვის მზადება შეუდგა. რა გეგმა აქვს ფლორენტინოს? რეალ მადრიდში ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. ფლორენტინო პერესი ზაფხულში გუნდის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს. მაგალითისთვის ტრენტ ალექსანდარ-არნოლდის ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, თუმცა გუნდის სხვა პოზიციების შევსებასაც აპირებს. მოსალოდნელია, რომ მადრიდელებს საკმაოდ დატვირთული ზაფხული ექნებათ. ასევე თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რეალ მადრიდი ზაფხულში ნიკოპას დაიბრუნებს. კომოში ნაჩვენების საოცარი პერფორმანსის შემდეგ თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამეფო კლუბი უკან დაბრუნების უფლებას გამოიყენებს. რეალ მადრიდს კი ფეხბურთელის უკან გამოსყიდვა სულ რაღაც 9 მილიონად შეუძლია. რეალი და მსაჯები მადრიდული კლუბი ლა ლიგის დატოვებას განიხილავს. ესპანური სპორტის ცნობით, მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესპანური ფეხბურთის დატოვებას განიხილავს. ამ ფორმით პერეს სურს, რომ ლა ლიგის პრეზიდენტის ხაბიერ ტებასის მმართველობა და მსაჯების მიერ გაკეთებული მიკერძოებული გადაწყვეტილებები გააპროტესტოს. რთულად წარმოსადგენია პერესმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, პერესი ტებასა და მსაჯებზე განაწყენებულია, ხოლო მას შემდეგ, რაც რეალმა მსაჯების წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ეს აგრესია უკვე ფეხბურთელებზეც გადავიდა. მაგალითად, ბოლო ლა ლიგის შეხვედრაში ოსასუნას წინააღმდეგ ბელინგემი გააწევეს, რადგან მან მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი პერეზი ძალიან მალე თავის გეგმას წარადგენს, რაც სამსაჯო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებს ამას ტებასი, ეს რთული სათქმელია, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს ყველაფერი უკან მიდის და ამასთან ერთად გუნდებიც რეგრესს განიცდია. აღსანიშნავია, რომ ლიგის დატოვებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც გააკეთა. ეს სრული სისულელეა და ამავდროულად შეუძლებელიც. რეალის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, რომ ეს არ გამოუვათ. არსებობს სპორტული კანონები, რომლებიც ამბობენ, რომ ესპანურმა კლუბებმა ეროვნულ შეჯიბრებებში სავალდებულო წესით უნდა ითამაშონ. ის გამოიყენება იმ სტრატეგიის დასადასტურებლად, რომელსაც ისინი მისდევენ. დაფიქრდით, რომელ ლიგაში უნდა ითამაშონ? განაცხადა ტებასმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.